თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ლინკოლn მიჩელია, ჩვენი სტუმარი ბატონო ლინკოლn, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმ სიტუაციაზე, რომელიც არის დღეს საქართველოში შექმნილი. მოკლედ რომ აღწეროთ, სიტუაცია არის შემდეგნაირი. ერთი მხრივ ხელისუფლება, რომელიც მზარდი ინფლაციის და არც თუ მზარდი სამუშაო ადგილების ფონზე საუბრობს საკუთარ წარმატებებზე და ხშირად იმოწმებს ამისთვის უცხოურ რეიტინგებს, ასევე საკუთარი გეგმების შესრულების ბოლოა და დასახელებს არა 2012-2013 წლებს, არამედ მაგალითად 2015 და 2016-ს. მეორე მხრივ არის ორად გაყოფილი ოპოზიციური სპექტრი. ერთი ნაწილი ამ ოპოზიციის, რომელიც არის მეტად პროდასავლური და მეტად ლიბერალური, ცდილობს გამოგლიჯოს ხელისუფლებას საარჩევნო ცვლილებები, თუმცა ჯერჯერობით ამას შედეგი არ აქვს. და მეორე ნაწილი ოპოზიციის ემუქრება იგივე ხელისუფლებას რევოლუციური ცვლილებებით. აი ესეთია მოკლედ რომ აღწეროთ დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება. მე მაინტერესებს ეს სიტუაცია როგორ აღიქმება დასავლეთიდან. როგორ ხედავთ თქვენ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება? უპირველეს ყოვლისა, აღქმა დასავლეთში ასეთია საქართველოსი, რომ საქართველოში ეკონომიკა არის სუსტი. მაგრამ ეს აღქმა შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, ასეთივეა ვითარება ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მე საქართველოში ჩამოვდივარ ხოლმე ყოველ 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ. მაინც და რაც განსაკუთრებით მაოცებს, ეს გახლავთ ის, რომ აქ არავინ არ საუბრობს ომზე, 2008 წლის აგვისტოს ომზე, აქ არავინ არ საუბრობს აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე. იქნება ეს ნებისმიერი ადამიანი, პოლიტიკოსი თუ ტაქსის მძღოლი, ყველანი საუბრობენ უმუშევრობაზე და ცხოვრების სირთულეებზე. და ეს იმას რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას კარგი რეფორმები არ გაუტარებია. უბრალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეფორმებმა ვერ მოახდინა შესაბამისი ზეგავლენა. რასაც ვხედავ, საქართველოს მოსახლეობა რა თქმა უნდა ზრუნავს იმაზე, რომ უკეთესი ეკონომიკური გარემო იყოს საკმარისი საკვები მაგიდაზე, იყოს საკმარისი სამუშაო ადგილები და არა იმაზე თუ რას ფიქრობს მსოფლიო ბანკი საქართველოზე. მე ვიმაჩნია რომ საქართველოს მთავრობა მე ძალიან კარგად იცის, მაგრამ მათ არ შეუძლიათ რომ სამუშაო ადგილები შექმნან აი ესე ჯადოსნურად და რა თქმა უნდა ეს დიდ იმეძრგაცრუებას იწვევს. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, რომელიც დაკავშირებული იყო ოპოზიციასთან, მე მინდა გიპასუხოთ პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. რა თქმა უნდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს თუ შეიქმნა კიდეც, ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რამე თუ ქვეყანაში, სადაც მედია გამჭვირვალობა არ არის საკმარისი, სადაც სასამართლო სისტემა ვერ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, სადაც სახელმწიფო და პარტიას შორის არსებობს მჭიდრო კავშირები, მიუხედავად კარგი საარჩევნო გარემოსი, კიდევ ბევრი სხვა რამ იქნება შესაძლებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა მნიშვნელოვანი არ არის. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი და არა ბოლო ნაბიჯი. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, რევოლუციურად განწყობილ ნაწილს, რა თქმა უნდა, რევოლუციურად განწყობა შეიძლება გასაგებია, მაგრამ მე არ მგონია, რომ საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც რევოლუციისათვის ნიადაგი არსებობს. საქართველოში ჯერ კიდევ ხელისუფლება საკმაოდ ძლიერია, საკმაოდ ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და მე არ მგონია, რომ საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც რევოლუცია მოხდება. ბოლო დღეების მანძილზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ჯგუფმა გააჟღერა ანტიამერიკული განცხადებებით. სწორედ ამ გადაცემაში პირდაპირ საუბარში ჩვენ საფრანგეთიდან ჩავთეთ ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც განაცხადა ასეთი რამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერით საქართველოში დემოკრატიას ასამარებს. გუშინ ამავე პარტიამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მოაწყო მიტინგი, რომელიც მაინც და მაინც ხალხმრავალი არ იყო. მე მაინტერესებს, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ასეთ დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ, თუნდაც ადამიანთა ერთი ჯგუფის მხრიდან. დავამატებ, რომ სხვა შორის დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს ჯგუფი გააკრიტიკეს. თუმცა ფაქტია, რომ თუნდაც მცირე ჯგუფს ასეთი დამოკიდებულება დღეს აქვს შტატების პოლიტიკის მიმართ. რა არის თქვენი აზრით ამის საფუძველი? მე იმედი მაქვს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, აუცილებლად იქნება აზრთა სხვადასხვაობა და განსაკუთრებით კი ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. მე ამერიკელი ვარ და სუბიექტურად რომ ვიფიქრო, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ საქართველო იყოს შეერთებული შტატების მეგობარი. მაგრამ მესმის, რომ ყველა ვერ იქნება ერთი და იგივე აზრის, ყველა მოქალაქე და მათ შორის პოლიტიკოსებსაც სხვადასხვა აზრი ექნებათ.
რაც შოქროშლმა განაცხადა ამის მიზეზი შეიძლება ის გახდეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება საკმარისი არ გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისათვის დაეჭირა მხარი, არამედ მხარი დაუჭირა სააკაშვილის რეჟიმს. მე ზუსტად ვერ გავიმეორებ ოქროაშვილის ნათქვამს, მთლიანად შეიძლება მის ფორმულირებას ვერ დავეთანხმო, მაგრამ ნამდვილად არის მის გამონათქვამში სიმართლის მარცვალი. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია თავს იკავებდა ხოლმე სააკაშვილის მთავრობის გაკრიტიკებისაგან, როდესაც მან გადაუხვია დემოკრატიის გაძლიერების გზას. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეცვლილია, შეიძლება ეს ცვლილება ჯერ კიდევ მთლიანად საკმარისი არ გახდეთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამჟამინდელმა ამერიკის ელჩმა საქართველოში საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით. მე არა ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მე უბრალოდ როგორც დამკვირვებელი ვისაუბრებ, მაგრამ მინდა განაცხადო, რომ ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას როგორც ჩანს, აქვს ისეთი განზრახვა, რომ ის დახმარება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოდის საქართველოსადმი, საქართველოს მიმართულებით, იყოს საქართველოს ხალხისათვის გაწეული დახმარება და არა რეჟიმისათვის გაწეული დახმარება. ეს არის ამერიკელი ხალხისაგან საქართველოს მიმართულებით წამოსული დახმარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული როგორც რეჟიმისადმი დახმარება და პრობლემა იმაში, რომ ხანდახან მართველ ძალებსაც ეს დახმარება ისე აქვთ აღქმული, თითქოს ეს მათი რეჟიმისადმი წამოსული დახმარებაა. ანუ რომ დავაკონკრეტოთ, ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ საქართველოში დემოკრატიამ უკვე გაიმარჯვა და თავისი დახმარება, რესურსები მიმართა არა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისკენ, არამედ ახალგაზრდა ხელისუფლების გასაძლიერებლად. ანუ ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გასავითარებლად და არა სამოქალაქო ინსტიტუტების გასავითარებლად. ხომ არ ფიქრობთ, რომ სინამდვილეში ეს რესურსი ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ თავისი ძალაუფლების გასამტკიცებლად? დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. ამერიკის მთავრობას მოვიდა ასეთი რამ, რომ მან დემოკრატიული პროცესის დასაწყისს დაუჭერა მხარი, მაგრამ თავად დემოკრატიის შექმნას ქვეყანაში ბოლომდე არ მიყვა. მთლიანად გეთანხმებით იმაში, რაც გაგრძელეთ. 2004-2005 წლებში ვარდების რევოლუციის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება დემოკრატიის ხარჯზე მომხდარიყო. ჩვენ ხელი შეუწყეთ ქვეყანას, რომ ის არასწორ გზას დადგომოდა, რომელმაც ის 2008 წლის აგვისტომდე მიიყვანა. გავაუცხოვეთ იგი ევროპისგან და ნატოსგან. თუ ჩვენ თავიდანვე მოუწოდებდით, რომ დაეცვათ დემოკრატიის სტანდარტები, საქართველოს დღეს უკეთესი ქვეყანა იქნებოდა. ეს არის თქვენი სიტყვები. ანუ ფიქრობთ თუ არა, რომ ამერიკის მაშინდელმა პოლიტიკამ უნებლიეთ ხელი შეუწყო იმას, რომ შესაძლოა დღეს სამოქალაქო ინსტიტუტები და თავისუფალი მედია არის გაცილებით სუსტი, ვიდრე ეს იყო ვარდების რევოლუციამდე. 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ თავიდანვე იყო ისეთი მომენტი, როდესაც საქართველოში გაჩნდა ძალიან სერიოზული შანსი იმისა, რომ შინაარსიანი დემოკრატია ჩამოყალიბებულიყო ქვეყანაში. მაგრამ იმისათვის, რომ ეს შანსი სათანადოდ გამოყენებული ყოფილიყო, ამისთვის საჭირო იყო, რომ შეერთებული შტატების მთავრობა სათანადოდ ემოქმედა, ანუ ერთი მხრივ მოეწოდებინა საქართველოსათვის დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისაკენ და საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული გაეხადა მის წინაშე დემოკრატიის პროცესის განვითარების თვალსაზრისით რა მოხდებოდა ქვეყანაში და მეორე მხრივ ამ დემოკრატიის განვითარებისათვის სათანადო რესურსები გამოეყო ქვეყნისათვის. 2004-2008 წლების განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა. მან ჩათვალა, რომ 2004 წლის მოვლენები უკვე საკმარისი იყო დემოკრატიის გასამარჯვებლად ქვეყანაში და არ მოსთხოვა მთავრობას დემოკრატიის შემდგომი განვითარება. ყოველ შემთხვევაში მთავრობა ალგარიშვალდებული არ გახადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე დემოკრატიული პროცესების განვითარების სფეროში.
თუმცა უნდა თქვა აღნიშნო ისიც, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა ამჟამად თუ შეიძლება საქართველოში დემოკრატია გაიმარჯვებს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომის შეცვლას ამ საკითხთან დაკავშირებით მოყვება უკეთ შეცვლის შედეგად შანსები უფრო მეტი იქნება იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი გაიმარჯვოს. რატომ ფიქრობს ადამიანთა უმეტესობა, მათ შორის მე, რომ დემოკრატია ეს არის ყველაზე კარგი სისტემა? იმიტომ რომ დემოკრატიული სისტემის არსებობის შემთხვევაში ბევრად უკეთესი პოლიტიკური შედეგები დგება ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არ მომხდარა საქართველოში. და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობას არ იღებდა ადამიანთა ფართო ჯგუფები, პოლიტიკის შემუშავებას ახორციელებდა ადამიანთა მცირე ჯგუფი და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეცდომების დაცვება ადვილია, სწორედ ესეთი შეცდომები იქნა დაშვებული. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია გამოირჩევა თუნდაც იმით, რომ მან უკვე ღია განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ ის არ უჭერს მხარს კონკრეტულ ხელისუფლებებს, არამედ მხარს უჭერს დემოკრატიას და ხალხის ნებას. მიუხედავად ამისა, მე მაინტერესებს, შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღეს ამერიკის ადმინისტრაციამ მოახდინოს უფრო მეტი ზეგავლენა სააკაშვილის ხელისუფლებაზე, თუნდაც იმისთვის, რომ მან დათმოს საარჩევნო გარემო, იმისთვის, რომ ჩატარდეს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები. მე ცოტა პერიფრაზირებას გაუკეთებდი ამ შეკითხვას, რომ თუ კი შეერთებული შტატები მოინდომებს ამის გაკეთებას, მაშინ რა ბერკეტები აქვს მას ხელთ. მე მინდა გითხრათ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი თავის ხელში ბევრ ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოს. მე არ მგონია, რომ ასეთი მიდგომა შეიმუშაოს შეერთებული შტატების მთავრობამ, რომ თუ კი საქართველო ამას და ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ დახმარების მიწოდებას შევწყვეტ. არა, ეს არ მგონია, რომ მოხდეს. შეერთებული შტატების მთავრობა ამჟამად ახორციელებს უფრო და უფრო მზარდ ზეწოლას, ასე ვთქვათ, უხილავად. არა შეიძლება საზოგადოებისათვის ხილულად. ამას არა მხოლოდ ამერიკელები აკეთებენ, არამედ სხვა ქვეყნებიც აკეთებენ. მაგრამ შეერთებული შტატების მთავრობა შეიძლება საკმარისად ძლიერ ზეწოლას არ აკეთებდეს ამჟამად კონკრეტულად საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და საარჩევნო გარემოს რეფორმირებაზე, არამედ უფრო მუშაობდეს სხვადასხვა მიმართულებით ერთდროულად. საქართველოს მთავრობა კი არჩევნებთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში 2009 და 10 წლებში ამგვარად იქცეოდა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს საკმარის იმისათვის, რომ დასავლეთმა შეერთებულმა შტატებმა არ განაცხადონ, რომ არჩევნები არასწორად და არასათანადო გარემოში ჩატარდა, მაგრამ მეორე მხრივ იგი არაძლევს საშუალებას სხვა პარტიებს, რომ შესაბამისი სწორი კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდეს. აი ამ ორ შორის დაბალანსებას ცდილობდა საქართველოს მთავრობა ამ წლების განმავლობაში. რადგან საქართველოს მთავრობა აგრძელებს არჩევნების იმგვარად ჩატარებას, რომელიც და თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს არჩევნების იმგვარად ჩატარებას, რომ ეს დასავლეთისთვის და შეერთებული შტატებისთვის მისაღები იყოს, მაშინ დასავლეთი გააგრძელებს, რა თქმა უნდა, თავისი ზეგავლენის მოხდენას და აგრძელებს ზეგავლენის მოხდენას საქართველოს მთავრობაზე სხვადასხვა ბერკეტებით. ჩიხში არის დღეს შესული მოლაპარაკებები ოპოზიციურიანსა და ხელისუფლებას შორის სწორედ საარჩევნო ცვლილებების შესახებ. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, რა მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს ოპოზიციურმა რვიანმა დასავლეთიდან, გარდა იმ განცხადებებისა, რომლებიც კეთდება, თუმცა ეს განცხადებები დღეს ეფექტს ხელისუფლების ნებაზე ვერ ახდენს. ანუ სხვა კიდევ რა ზეგავლენა შეიძლება იყოს ხელისუფლებაზე, რომ მათ დათმონ გარკვეული ცვლილებები მაინც. My sense is that for the government of Georgia ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ კომპრომისი გააკეთოს. რამეთო საშუალება მისცეს ოპოზიციასაც თავისი სათქმელი გამოხატოს. Now they have an opposition with whom they can talk, and now it's up to the government to demonstrate that they can talk. მე მინდა გითხრათ, რომ თუ კი საქართველოს მთავრობა ამ კომპრომისი არ წავა და რვიანის წინაშე დათმობებს არ გააკეთებს, ეს რა თქმა უნდა გააძლიერებს რადიკალური ოპოზიციის პოზიციებს და შეიძლება საქართველოს მთავრობა ამას განგებაც კი აკეთებს. რამე თუ დასავლეთს პირდაპირ უთხრათ შეხედეთ, როგორი რადიკალურია ჩვენი ოპოზიცია. შეიძლება ამას ემსახურება საქართველოს მთავრობის მხრიდან არ დათმობის სურვილი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცეცხლთან თამაში. What the West can do here is make that argument and say, we expect you
და დასავლეთს რა თქმა უნდა შეუძლია ზეწოლა გააკეთოს განახორციელოს მთავრობაზე, ასე ვთქვათ, უმტკივნეულო ზეწოლა და ასეთი ზეწოლის განსახორციელებლად საჭიროა ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. ასეთი განცხადებები კეთდება, როგორც ვიცი, 2 კვირის წინ საქართველოში ლიტვის პრეზიდენტი იყო და მან საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა. ესეთი განცხადებებით მოწოდება მთავრობის საარჩევნო გარემოს შეცვლისაკენ იქნება ალბათ სწორი პოლიტიკა. Harmless way almost on the government. ბატონო ლინკოლნი, ორი ძირითადი კომპონენტი აქვს იმ მოთხოვნებს, რომელზეც საუბრობს დღეს ოპოზიციური რვიანი. ეს არის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და ეს არის საარჩევნო სისტემის სამართლიანობა, რომლის თანახმადაც კონკრეტულმა პარტიამ პარლამენტში უნდა მიიღოს მიღებული ხმების ადეკვატური ადგილები. ის რომ ხელისუფლება ამბობს უარს ამ კონკრეტულ ცვლილებებზე, თქვენი აზრით მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ხელისუფლება არ არის დემოკრატიული? It shows well the voter list ეს შეკითხვა უფრო თეორიული ტიპის შეკითხვა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ბევრი რამის გაუმჯობესება. The second piece of this საქმე იმაში გახლავთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა სინამდვილეში შეუძლია განაცხადოს, რომ ეხლა რატომ უნდა შევცვალოს საარჩევნო გარემო ისე, რომ ჩემი ძალაუფლება შესუსტდეს, მაგრამ ასეთი განცხადება შეიძლება უკვე შექმნილ დემოკრატიაში, უკვე კარგად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში გასაგები იყოს, აი მაგალითად რესპუბლიკური პარტია რატომ შეცვლიდა, ვთქვათ, სენატში ადგილების განაწილების წესს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შეეხება კარგად განვითარებული დემოკრატიულ ქვეყნებს. Because it helps them, and everyone understands that in the United States. Everyone who thinks about it understands that. But the აი მაგალითად შეერთებულ შტატებში საარჩევნო კოლეჯი არსებობს. რატომ უნდა შეიცვალოს ეს კოლეჯი? ეს არის შესანიშნავი სისტემა. Here it's different. Here მაგრამ საქართველოში სიტუაცია სხვაგვარია. საქართველოში მთავრობა ძალიან ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ძალიან ცდილობს, რომ ყავდეს პარლამენტში უმრავლესობა და ძალიან არის აი ამაზე დამოკიდებული და ამაზე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე არ ხდება. დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ერთ მთავრობას მეორე მთავრობა ცდის, პარლამენტში ადგილების უმრავლესობა სხვა პარტიები იკავებენ. შემდეგ შეიძლება წლები გავიდეს და ისევ იგივე პარტია დაბრუნდეს სათავეში და ასე შემდეგ. ეს არის დემოკრატიული სულისკვეთება, რომელსაც მე აქ ვერ ვხედავ. ბატონო ლინკოლნი, ჩვენთვის ცნობილია, რომ დასავლეთიდან იყო გარკვეული ზეწოლა ხელისუფლებაზე მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც. მიიღო პარლამენტმა გარკვეული ცვლილებები მედია გამჭვირვალობის შესახებ, რომლის შედეგადაც ჩვენთვის ამიერიდან ცნობილი იქნება, ვინ არის ამა თუ იმ მედია საშუალების ტელევიზიის მაგალითად მფლობელი. მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტი იღებს ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ნაციონალურ, ანუ ხელისუფლებისგან კონტროლირებად მედიას, ტელევიზიებს უზრდის კანონით დადგენილ სარეკლამო დროის ლიმიტებს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პატარა და ასევე რეგიონულ ტელევიზიებს ეკეტებათ ფინანსური ნაკადები, ანუ მათ არსებობის სიცოცხლის წყარო ესპობათ. მე მაინტერესებს, რამდენად არის დასავლეთისთვის აი ასეთი ამ ტიპის ცვლილებები დამაკმაყოფილებელი. თუ ეს არის უბრალოდ ცვლილებები იმისთვის, რომ შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდეს სათქმელი, რომ აი მან მედია გარემო შეცვალა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ბევრი ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ დასავლეთის წინაშე ჰქონდეთ რამე სათქმელი, თუმცა ბევრი ცვლილებები ხორციელდება სიტუაციის გაუმჯობესების მიზნითაც. მედიის დამოუკიდებლობას რაც შეეხება, აქ სიტუაცია არაერთგვაროვანია, შეიძლება მედია ვერ იყოს თქვა დამოუკიდებელი საფრანგეთშიც, კორეაშიც და ასე შემდეგ. მედია მფლობელების ვინაობის ცოდნა მართალი რომ გითხრათ, შეიძლება კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინდა-მაინც ძლიერად სიტუაციას ვერ შეცვლით. ჩვენ მაინც ყველამ ადამიანებმა ყოველთვის ვიცით, რომელი მედია არხი ვისი გავლენის ქვეშ არის, ვის პოლიტიკას ახმოვანებს, ვის აქ უფრო მეტი დრო ამ არხზე გათმობილი. ეს ისედაც ყველასათვის ცხადი ხდება ხოლმე კონკრეტული ვიდანაობის ცოდნის გარეშეც. ანუ ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში დღეს მედია არის პოლიტიკური იარაღი? აი ამაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა. მე არ ვიხმარდი სიტყვა იარაღს, მაგრამ ვიტყოდი, რომ მედია არის ძალიან პოლიტიზირებული, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, არის მედია საშუალებები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებას აქვს მეტი ზეგავლენა, რომელზეც ჟღერდება საქართველოს ხელისუფლების ინტერესები, მისი პოლიტიკა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მედია არხები აქ არსებობს.
არსებობს რა თქმა უნდა ისეთი არხებიც, რომელიც მთავრობასთან ესე შეხმატკბილებულად ვერ მუშაობენ. შეიძლება ამ არხების ხმა ისე ხმამაღლა ვერ ისმის, როგორც მეორე ტიპის არხების ხმა, მაგრამ ასეთი არხები არსებობს. თუმცა ასეთი არხები არ ვრცელდება დედაქალაქის იქით. სწორედ ამას ვამბობდი, რომ ამ არხების ხმა ვერ წვდება ადამიანების ისეთ დიდოდენობას, როგორც სხვა არხებისა. უნდა გყავდეს ხელისუფლება, რომელიც მზადაა წააგოს არჩევნები, ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიის გაიგება, უნდა გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ჯერა რომ დემოკრატიული მისია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სიკეთე, რომლის გაკეთებაც მათი აზრით მათ ქვეყნისთვის შეუძლიათ. ეს არის თქვენი სიტყვები. გამომდინარე აქედან, მიგაჩნიათ თუ არა, მიუხედავად იმისა, 2013 წელს იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილზე უკეთესი კანდიდატი, მან უნდა დატოვოს ხელისუფლება და არ მოგვივლინოს მაგალითად პრემიერ-მინისტრად, როგორც ამას ექსპერტების და საზოგადოების ერთი ნაწილი წინასწარმეტყველებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი წავიდეს ხელისუფლებიდან, მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდება და არ შეეცადოს სხვა წამყვან პოზიციაზე იმუშაოს. ის პოლიტიკური ლიდერების ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის გარშემო ტრიალებს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ქვეყანას დემოკრატიისკენ ვერ წაიყვანს. ამ რეგიონში არსებულ გამოცდილებასაც თუ გავითვალისწინებ, მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ნამდვილად შეუძლებელია, რომ დასავლეთი და სხვა ქვეყნები მოატყუო ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება, დასავლეთი ამას არ დაიჯერებს, ისინი ძალიან კარგად ხედავენ რეალურ სიტუაციას და ამბობენ, რომ თუ კი არჩევნების საშუალებით არ მოხდა ახალი ძალების მოსვლა, მაშინ ეს ნამდვილად ვერ არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. Saakashvili is going to do, but გაჩნია რაც გააკეთებს სააკაშვილი. თუ კი სააკაშვილი იტყვის, რომ ჩემი პარტია უნდა დარჩეს ხელისუფლებაში შემდგომი 50 წლის განმავლობაში და ამ პარტიას ძალიან გააძლიერებს და ერთიან ძალად შეკრავს, თუნდაც თვითონ პირადად არ გამოვიდეს წამყვან პოზიციაზე, მაშინ ძალიან ძნელი იქნება ასეთი პარტიის დამარცხება არჩევნებზე. და ასეთი და რა თქმა უნდა, სულ უფრო გაიზრდება სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან ზეწოლა თუნდაც სააკაშვილზე იმასთან მიმართულებით, რომ სააკაშვილმა ასეთი ძლიერი პარტია შეკრას თავის გარშემო. როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ვკითხე იმის შესახებ, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი გაპრემიერებას და მოვიყვანე რუსული მაგალითი, მან დამადანაშაულა იმაში, რომ მე ვნერგავ სტერეოტიპს და რომ ეს სულაც არ არის მხოლოდ რუსული ვარიანტი. მე მაინტერესებს თქვენ რა მსგავსებას ხედავთ რუსულ მოდელთან, თუ სააკაშვილიც დააპირებს გახდეს პრემიერ-მინისტრი. Everybody in Washington and New York and Brussels speaks of this at the level. ყველა ბრიუსელში და ვაშინგტონში ამას ეძახის რუსულ მოდელს. მე მგონი ეს რუსული მოდელია ყველას აღქმაში. I think even more pejorative. Now, in fairness to your მაგრამ რომ იყო სამართლიანი თავრობის იმ წარმომადგენლის მიმართ, რომელმაც თქვენ გაგიცხადათ, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსული მოდელი, უნდა ვთქვა, რომ ეს მართალია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ესეთი მოდელი, როდესაც ლიდერი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ-ერთი პოზიციიდან მიდის, მაინც ქვეყნის ლიდერად რჩება. ამის მაგალითია თუნდაც ჩინეთი, კიდევ ერთი სამაგალითო დემოკრატიული ქვეყანა და მის ლიდერი დენ სიაოპინი, რომელიც ლიდერად რჩებოდა მიუხედავად იმისა, რომ იგი კონკრეტულ პოზიციას არ ინარჩუნებდა. და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი სტუმარი მართალი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ ქვეყანაში არის ესეთი მოდელები, როდესაც მაგალითად რეალური ძალაუფლება ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის მოადგილეს უჭირავს ხელში და არა თავად პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ, მაგრამ რაში ცდება თქვენი სტუმარი, რომელმაც ასეთი პასუხი გასცათ? კი, ასეთი მოდელები არსებობს, მაგრამ ასეთი მოდელები არსებობს მხოლოდ არადემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი მოდელები მიუღებელია. მე მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკული ცნობიერება როგორ აღიქვამს დემოკრატიას. ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, ობამას ადმინისტრაციამ გაიმარჯვა, პრეზიდენტმა ობამამ გაიმარჯვა არჩევნებში. შეერთებულ შტატებში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იცვლება პრეზიდენტი, მოდის ახალი ხელისუფლება სათავეში. მაგრამ ამერიკული დემოკრატიის სიმბოლო ჩვენთვის ამერიკელებისთვის გახლავთ არა ის, რომ ახალი პრეზიდენტი მოდის, არამედ ის, რომ ძველი პრეზიდენტი, აი მაგალითად პრეზიდენტი ბუში ვერტფრეში ჩაჯდა
და გაფრინდა აი ესეთნაირად დაემშვიდობა ხელისუფლებას, ეს იყო ტელევიზიის ნაჩვენები და ეს ნაჩვენები იყო ობამას ინაგურაციის ფონზე, მისთვის მილოცვების გაგზავნის ფონზე და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ხელისუფლების აი ამგვარი ცვლილება გახლავთ ამერიკელის ცნობიერებაში დემოკრატია. ჟურნალ ლიბერალთან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით თქვენ ამბობთ: დასავლეთი შეთანხმდა იმაზე, რაც წერია ტალავინის კომისიის დასკვნაში. ტალავინის დასკვნა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პირველმა გაისროლა, ის ბევრჯერ გამოიწვიეს. თუმცა არსებობს ამ ფრაზის შემდეგნაირი ინტერპრეტაციაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრჯერ გამოიწვიეს, მან პირველმა გაისროლა. თქვენი აზრით, საქართველოს გამოუვალი სიტუაცია ჰქონდა და იძულებული გახდა პირველს გაესროლა, თუ მიუხედავად ბევრი გამოწვევებისა, საქართველოს არ უნდა გაესროლა? იმ დროისათვის საქართველოს პრეზიდენტზე და საქართველოს მთავრობაზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა, ძალიან სერიოზული პროვოკაციები იქნა განხორციელებული რუსეთის მხრიდან. ეს შეეხებოდა იქ რუსეთის ჯარების გადაადგილებას, რუსული პასპორტების დარიგებას, გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას სასაზღვრო ზოლში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი იყო ეს პროვოკაციები და ზეწოლა. The tough part is that საქმეში იმაში გახლავთ, რომ საქართველო აბსოლუტურად სამართლიანად იყო გაბრაზებული რუსეთზე. საქართველოს ქმედება არ იყო არასამართლიანი. საქართველო იმდენი პროვოკაცია მოუწყვეს, რომ მას ჰქონდა ყველა საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთზე გაბრაზებული ყოფილიყო, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის რეაქცია საქართველოს მხრიდან ასეთ პირველ ნაბიჯზე აბსოლუტურად განჭვრეტადი იყო. აბსოლუტურად ზუსტად შეიძლება და ამის წინასწარ პროგნოზირება, როგორ მოიქცეოდა რუსეთი თავისი ძლიერი სამხედრო ძალებით. ანალოგიურად ამერიკის რეაქციაც აბსოლუტურად წინასწარ პროგნოზირებადი იყო. ფაქტურად ამერიკელები ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ ამ სიტუაციაში. If you were involved in this decision making and asked the question აბსოლუტურად გაჭირდა იყო ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის რეაგირებაც ამ თემაზე. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეუბნებოდა, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგა. მე არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ეს ბრუდ განზრახული შეცდომა დაუშვა. ზოგიერთი რომ მას მოღალატეს, ეძახის, ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა. was unfortunately a consequence for that mistake. და ჩვენი საუბრის ბოლოს ისევ ციტატა თქვენი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ ლიბერალს მიეცით 1 წლის წინ. ნაციონალურ მოძრაობას და სხვა პარტიებს შორის განსხვავება საქართველოში არ არის იდეოლოგიური. ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ სახელისუფლებო პარტია ძალაუფლებას ფლობს და სხვები არა. ეს თქვენი მოსაზრება დავპოსტებ Facebook-ზე და მას მოყვა საკმაოდ დიდი კამათი. მე მაინტერესებს უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ? Well, I mean, obviously there are exceptions, right? რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგალითად ლეიბორისტულ პარტიას, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ქართულ პარტიას, განსხვავებული შეხედულებები აქვს სხვადასხვა თემაზე. მაგრამ უმეტესწილად, თუ ავიღებთ მაგალითად ალასანიას პარტიას, ან ქრისტიან-დემოკრატებს, ნაციონალურ მოძრაობას, საკითხთა უმრავლესობაზე მათი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ეს საკითხებია მაგალითად ევროატლანტიკური ინსტიტუტებისაკენ მისწრაფება, თავისუფალი ბაზარი, ლიბერალური ეკონომიკა, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემების ერთნაირი ხედვა. ეს სამი ძირითადი პარტია ამ საკითხებზე ერთმანეთს ეთანხმება, ამ საკითხებთან დაკავშირებით. Because this political system is dominated by საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც არსებობს ერთი პარტია, რომლის შეხედულებები ამა თუ იმ თემაზე ფაქტურად ბევრ რამეში ემთხვევა კიდეც სხვა პარტიების ან სხვა ადამიანების მოსაზრებებს, ამ პარტიაში რა თქმა უნდა დისკუსიები ამ ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე დახურულ კარგ მიღმა მიმდინარეობს და აი ასეთი ვითარება, როდესაც არ არის ძალიან განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული იდეოლოგიები, ქმნის ისეთ სიტუაციას, როდესაც იდეოლოგიურად, რადიკალურად განსხვავებული და ძალიან განსხვავებული პარტიები ვერ იქმნება. იმიტომ რომ მცირე იდეოლოგიური განსხვავების გამო ცალკე პარტიის შექმნა არ არის, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი და სერიოზული იდეოლოგიური განსხვავებები კი არ ჩანს.
especially in a country where there are no საქართველოში სიტუაცია ისეთია, რომ აქ არ არსებობს ბუნებრივად არსებული ისეთი თემები, რომლის გარშემოც ხალხი დაირაზმებოდა და საარჩევნოდ განსხვავებულ პარტიებს ჩამოაყალიბებდა. აი მაგალითად უკრაინაში, როდესაც ქვეყნის ერთი ნაწილი მუდმივად დასავლეთისკენ იყურება, ან მეორე ნაწილი მუდმივად აღმოსავლეთისკენ. ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მოსახლეობის ერთი ნაწილი მუდმივად რესპუბლიკელების მხარდამჭერი, ან მეორე ნაწილი დემოკრატების მხარდამჭერი, იმიტომ რომ აქ სხვადასხვა მიმართება, სხვადასხვა ღირებულებების მიმართ. ის საქართველოში ისეთ სიტუაციაში, როდესაც ასეთი თემები არ არსებობს, რომელიც საზოგადოებას ასე მკაფიოდ გაყოფდა ერთმანეთისაგან თავის იდეოლოგიით, საკმაოდ რთულია იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიის შექმნა. რატომ თქვენი აზრით, ანუ რა არის ამის მიზეზი? საქმე იმაში გახსოვთ, რომ პირველ რიგში საქართველო არის პატარა ქვეყანა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და საბჭოთა სისტემაში უცხოვრია. სულ ახლახან გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა 20 წლის წინ. და საქართველოში მოქალაქეებს პარლამენტი და ხელისუფლება არ აქვს დანახული ისეთ პოლიტიკურ არენად, რომლის საშუალებითაც მათი ყოველდღიური ინტერესების გადაჭრა შესაძლებელი. მაგალითად, აქ ჯერ კიდევ არ არსებობს, ვთქვათ, პროფკავშირები ძლიერი, არ არსებობს მცირე მეწარმეთან, საშუალო მეწარმეთან ძლიერი გაერთიანებები, რომლებიც მოინდომებდნენ, რომ თავიანთი პრობლემები პარლამენტის გავლით გადაეჭრათ. აქ მიიჩნევა, რომ პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს მეგობრისათვის სატელეფონო ზარის განხორციელებით. აი ესეთია ხედვა ქვეყანაში ჯერჯერობით პრობლემების მოგვარებისა. ასე რომ პარლამენტი პოლიტიკური სისტემა ვერ აღიქმება როგორც არენა ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისა. ეს არის ძირითადი მიზეზი. დიდი მადლობა. Thank you very much. ლინკოლნ მიჩელი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.